იქნება მათ შორის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით? დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს გაერო საჯარო სამსახურის ფორუმს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მასშტაბური ღონისძიება, ძალიან ბევრი სტუმარია ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს გამორჩეული გამოცდილება საჯარო სამსახურის სფეროში, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება უცხოელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ამ ღონისძიების არის სწორედ ეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოხარული ვართ ამ ფორუმის მასპინძლობის გამო. კიდევ ერთი კითხვა მექნება, ხვალ მორიგი რეზოლუცია გადის ევროსაბჭოში, ნარატივები იგივეა, ჩვენ ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმა გუშინ ევროსაბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენელი ჩაწერა, რომელმაც აღიარა და თქვა, რომ ინფორმაცია, ძირითადი ინფორმაციებს იღებს ოპოზიციისგან, რაც ემსახურება მსგავსი ტიპის რეზოლუციები, რომლებიც ხშირად აცდენილია ხოლმე რეალურად. ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები, არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში. ვიცით, როგორ პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანი არის ხოლმე ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად არ ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო. უნდა გითხოთ ბატონო ირაკლი ასევე ისევ დაპირისპირებაზე უნდა გითხოთ ოპოზიციაზე. რეზოლუციის ნაწილს დავაზუსტებ. დემოკრატიული უკუსლა სამთავრობო სექტორი არის ნახსენები ამ მიმართულებით, აი რა შედეგი შეიძლება ქონდეს ამ რეზოლუციას იმ შემთხვევაში თუ მართლაც დამტკიცდა და მიღებული იქნა. ჯერ ეს არასამთავრობო სექტორი უკვე გაუგებარი ტერმინია. არასამთავრობო სექტორი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და ასეთია 3,5 მილიონი ადამიანი დაახლოებით საქართველოში, ხო? თუ საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს არის რეალობა და დანარჩენი რაც წერია რეზოლუციაში არ არის არავისთვის საინტერესო. დაპირისპირებაზე უნდა გითხოთ ისევ ბატონი ირაკლი ოპოზიციაში, ხო? მიხეილ სააკაშვილი მისგან ახლად მოწოდებული ნანუდა ჟორჟოლიანსაც უპირისპირდება, ისევ ძველად დაპირისპირებული ფლანგები, ჟორჟოლიანი, ბოკუჩავა, სხვა პარტიები, ჩერგოლიშვილი. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საგა გარკვეულწილად კვლავ გრძელდება. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მიმართულებით? ყველა საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ რომ მოუნდეთ ისინი მოუნდეს საზოგადოებას და ეს წარმოუდგენელია. ხო ერთმანეთი როცა არ გინდათ საზოგადოებას ვერ მოუნდები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2034 წლის არჩევნებზე, 2025 წლის არჩევნებზე, 2020 წლის, 21 წლის არჩევნებზე და ამ რეალობას ვერ გასცდნენ, ხო? რაც ძალიან კარგია საბოლოო ჯამში, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. სიძულვილის ენის სამართლოზე საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის. სიძულვილის ენის სამართლოზეც გითხავთ, ბატონო, რომელიც უკვე აქტიურად საქმიანობს კონკრეტული кейსები იყო, ვიცით რომ არა აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ არის გამოყენებული სიძულვილის ენა და შეურაცხყოფელი გამონეთქვა, ხო? ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამართლოს აქტიური საქმიანობა და ის კონკრეტული кейსები, რაზეც მუშაობს. მე ვიტყოდი, რომ ამ სამართლოს აქვს ძალიან კრიტიკული ამოცანა, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არ არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას რა თქმა უნდა დაუპირისპირდეთ, ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან გააღვიოს ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი და აგრესია და ამ სამართლოს ფუნქცია ეს არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ოპტიმიზმით უყურებთ ამ სამართლოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამართლოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დაუპირისპირდებით მომავალში სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო, ხო? სიძულვილის თავიდან არიდება, ჩვენ გვინდა 7 ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაგვეთა და ჩვენ მოქმედებთ საზოგადოების დაგვეთის შესაბამისად. ბატონო, ევროსაბჭოზე გითხოთ თქვენ ამ ინტერესულად, საქართველოს არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო და შესაბამისად იქ მიღებული ფაქტებში მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენზეც გავლენას ახდენს. ხომ რატომ არის საინტერესო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ადამიანის ცხოვრების დარღვევაზე საქართველოში? თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი. არავის არ აინტერესებს
არც ეს ინსტიტუტი, არც მისი რეზოლუციები. აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული თვალსაზრისით და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით სიმბოლური კუთხით ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. ხო, თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი. ხო, თუმცა ამ საპარლამენტო მასე ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა საკუთარი თავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ უბრალოდ რა მდგომარეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში. ორი შეკითხვა ხვალ ასევე პარალელურად გაიმართება საგარეო საქმეთა კომიტეტის ფარგლებში შეხვედრა, სადაც ისაუბრებენ გამართოების საკითხებზე. და პასუხად თუ რატომ არ არის საქართველოს მოწვეული, ევროპარლამენტს ასეთი პასუხი აქვს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს პარლამენტს და მის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. ანუ არ აღიარების გამო ვერ მოხდება საქართველოს იმ წრეში, სადაც განიხილავენ ევროკავშირის გაფართოებას. თქვენ რა პასუხი გაქვთ ამაზე? ჩვენ იცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მსად ვართ, რომ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ. ხო, თქვენ იცით, რომ მაგალითად რუსეთის ფედერაცია და კიდევ 4 სახელმწიფო არაღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად ევროპარლამენტი არაღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს მათი საქმეა, ხო, ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების წინააღმდეგ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს ბუნებრივია თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, რა თქმა უნდა, ეს ასეა. საგზაუდაროებთან დაკავშირებით ჯარიმები მცირდება, რა არის გადაწყვეტილების ისე როგორც მაგალითად სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, ანუ ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა. ჩვენი ამოცანა ეს არის და ამაზე ვიმუშავებთ უნებრივად. რუსეთსა და ევროპარლამენტს შორის სტოლობის ნიშანი ეს მე მგონი ძალიან დაახლოვდნენ, უფრო მეტიც საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი სულისკვეთებით, იმ საბჭოური მიდგომებით, რომელთაც ისინი მუშაობენ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. ხო, ყველა ხედავს ამას, რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია დღეს ევროპარლამენტი. ჯარიმებთან დაკავშირებით კითხვა მცირდება ჯარიმების საგზაუდაროებთან დაკავშირებით, რა არის გადაწყვეტილების მთავარი მიზანი? ორი კითხვა პასუხობთ. ჩვენ სტატისტიკაც შევაფასეთ, რაც უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და შესაბამის ჯარიმებს და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას თვითად, გაზრდილი ჯარიმებით შესაბამისად ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება. და ერთი შეკითხვაც მაქვს, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერდება, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს განაჩვენებს ცვლილებებს აიარებს. ახაც თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი და გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადის რამდენიმე თვის განმავლობაში, იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ჩვენ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში. ხო, ეს არის უკვე პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, უხეში დათვლებით დაახლოებით 20,000 არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ევროპარლამენტზე კითხვა დამრჩა ბატონი. რას აპირებთ ეს მოშლება გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად თქვენ ამბობთ, რომ დიალოგისთვის მისად ხართ, რომ თვითონ ესაუბრებიან თბილისიდან ბრიუსელში გადაფრინდებით და მოკლედ საუბრისთვის ხართ მისად. რატომ ვერ ახერხებთ ამას, ან რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მოხერხებაზეა, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე რა თქმა უნდა განახლდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. თუმცა რასაც ისინი ითხოვენ საქართველოსთან ბატონერები, რა არის ისეთი რაც თქვენ აბა რას ეთხოვენ? ჩამოთვალეთ და გეტყვით. ადამიანის უფლებების დაცვას. კერძოდ, კონკრეტულად რა? შესაბამის კანონებში. მაინც? კერძოდ, კონკრეტულად მითხარით. 2022 რომელი კანონი? შემდეგ ბევრი კანონი. რომელი ერთი მითხარით? პროტესტის წინააღმდეგ. კი, მე გეტყვით, ახლა რაშია საქმე? დავუშვათ შეკრებები და манифестациები რო ავიღოთ, ხო? 1 წლის განმავლობაში და მეტი დროის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური გამზერი იყო გადაგეტილი, შეაწუხეს 150-მა ნაცმა შეაწუხა მთელი საქართველო. და ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოწონთ ეს კანონი. აქედან ხო ჩანს, რომ 150 ნაცის მიერ 3,900,000 კაცის შეწუხება მოწონს ევროპარლამენტს. რა თქმა უნდა, ამ კანონს ტროტუარზეც იგივეა, ნახეთ, როგორც კი
შეუზღუდეთ გეტყვით, როგორც კი შეუზღუდეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. აქაც მივიღეთ კანონი, 150 კაცი რო ხარ დადექი და წყნარად იყავი. სადაც გინდა იქ დადექი, ტროტუარზე ხო არ შეუშალო სხვა ხელი. ტროტუარზეც არ შეუშალო სხვა ხელი. ეს კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ ტროტუარებს, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე იმისათვის, რომ დისკომფორტი შეექმნათ 150 კაცი თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოწონს ევროპარლამენტს, გამდის, რომ მათ მოწონთ 150 კაცის მიერ 3.900.000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება 150 ნაცი აწუხებდეს 3.900.000 ადამიანს საქართველოში. ბატონო ირაკლი, ეს კანონი ხომ არ არის ერთადერთი, რომელსაც სხვა მითხარით და იქაც პასუხს გაგცემთ. სხვა მითხარით და გაგცემთ პასუხს. რომელი? კიდე სხვა მითხარით. გრანტების კანონი. გრანტების კანონი გიპასუხოთ გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივა, აგრესიის გაღვივა, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი. ამის წინააღმდეგ იქნა მიღებული გრანტების შესახებ კანონი, ამ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გაუქმო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე-5 წლის თავზე უნდათ რომ მოაწყონ კიდე მე-6 მცდელობა რევოლუციის და რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, ხო, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია, თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ რა თქმა უნდა შესაბამის პასუხს. ბატონო ირაკლი, ადამიანის უფლებების დაცვაში ისინი გულისხმობენ ამ კანონების გაუქმებასაც და ასევე მოძალადეებს. აი, ამ ორზე გიპასუხეთ, ახლა შემდეგი. მოძალადეებთან დაკავშირებით. კი, აქაც გადაიდგა ნაბიჯები, როგორც იცით. დაზარალებული ადამიანები აქციების დროს 5 სპეცრაზმერის დაკავება არ არის შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს არის, ნახეთ. და არ არის ეს მხოლოდ ერთი ჩამონათვალი, ასე სათითაოდ რომ არა, მოდით, მესამესაც გიპასუხებთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ძალადობა და სადაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები და ამ ფაქტებზე სამართალდამცავ სტრუქტურებს უკვე ჰქონდათ რეაგირება დაახლოებით 1 თვის წინ. და რაც შეეხება მეორე მხარეს, ამასაც ითხოვენ, ხო, ეს მოძალადეები გამოუშვითო, ხო? მოძალადეებს რაც შეეხება 500-ზე მეტი ადამიანი ძალადობა და ყოველდღიურ რეჟიმში და მხოლოდ 30 ადამიანი იქნა დაკავებული და აქაც უნდათ რომ სხვანაირი მიდგომა იყოს. სინამდვილეში ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ ეს არის სახელმწიფოს დასუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, საერთოდ მათ რო ადამიანის უფლებები არ ადარდებთ, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, ხო, 2012 წლებში, სწორედ ეს ევროპარლამენტი აპრავებდა ადამიანების წამებას, ადამიანების გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ. ერთ-ერთი რაც აინტერესებთ დღეს ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს წამებლები ნაცები ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა, მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი. და როცა ევროპარლამენტს ადარებს დუმას, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ურთიერთობას დააწყოთ ვიდრე პერიოდი? მათი საქმეა საკუთარი საბჭოური მიდგომების გადახედვა. მათ საკუთარი საბჭოური მიდგომებს უნდა გადახედონ, ამ შემთხვევაში ურთიერთობები აღდგება და დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს. ერთი კითხვა ამ თემაზე მაქვს, რამდენიმე დღის შალვა ბაყუაშვილის ხმა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ ეს არ არის ის ევროკავშირი, რომლის გამოც ჩვენ 78 მუხლი შევქმნით კონსტიტუციაში. რომ გქონოდეთ ამის საშუალება გაუქმებდეთ? არა, კონკრეტულ რამეზე ქონდა შალვა ბაყუაშვილს ჯერ ერთი საუბარი. საუბარი ქონდა იმაზე, რომ ახალი წევრების მიღება უნდა მოხდეს რეალური ხმისუფლების გარეშე. და ნუ ამაზე აქ საუბარი და აქ სპეკულაციების საფუძველი რეალურად არ არსებობს. და ორი მოკლე კითხვა მაქვს, ერთი შეეხება დიდი ბრიტანეთის სანქციების ეფექტს ქართულ არხებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე კომპანია წყვეტს თანამშრომლობას, ბიზნეს ურთიერთობას ამ კომპანიასთან. ისინი დასანქცირების შემდეგ თანამშრომლობდნენ, თუმცა შიდა გამოძიება ჩატარდა. ასეთია ნესტლე და რამდენიმე კომპანია, მოკლედ, რომელიც წყვეტს თანამშრომლობას. რა შეიძლება იყოს ამის გაგრძელება? თქვენ იცით, რომ საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან, ხო? ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. სირცხვილია, რაც მოხდა, ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი, რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ და ბრიტანეთმა გადაწყვიტა
დაეხურა საქართველოს ტელევიზია და თავს დასმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ინგლისის სირცხული, ბრიტანეთის სირცხული, პირადად სტარმერის სირცხული, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრი. დარჩენი არ არის საინტერესო, ჩვენ გაძლევთ გარანტიას. რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია პოსტივის არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოს მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებიდან საქართველოს მედიის თავისუფლებას. ეს არის გარანტია. ნული პრობლემა. მე დაგვერდით თქვენ გახსოვთ დაახლოებით ერთი წლის წინ, თუ როდის იყო თებერვალში, მე თქვენ დაგვერდით, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. Ახლა ზუსტად ასევე გირდებით, რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია პოსტივის არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად და ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას. საქართველოს მთავრობამ 47 მილიონ მარად გადაწყვეტა 595 ახალი ავტომობილის შესყიდვა წელს. იცით ამ კითხვას ხშირად ვსვამთხოვე, როცა მილიონები იხარჯება ახალ ავტომობილში, თითქოს ყოველწლიურად. რატომ ხდება, რომ ყოველ წელს მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან იხარჯება ახალი ავტომობილების შესაძლებლად? ან ძვლებისადმი ან ყოველ წელს რატომ არის ამისეთი? ნახეთ, მიდგომა არის ასეთი, თუ მანქანას აქვს გავლილი 300.000-ზე, 400.000-ზე მეტი, საჭიროა მისი ამოსვლა, იმიტომ რომ მისი შენახვა ხდება უფრო ძვირი, ვიდრე ახლის შეძენა საბოლოო ჯამში, ხო? მარტივი ლოგიკა, გარდა ამისა, ამორტიზებული მანქანით არ შეიძლება იაროს მაგალითად პოლიციელმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირობითად რეინჯერმა და ასე შემდეგ, ხო? რაც შეეხება მანქანებს ძირითადი ნაწილი განგუთვნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. თქვენ თუ ამბობთ, რომ ურმით უნდა იაროს რეინჯერმა ან ურმით უნდა იაროს პოლიციელმა და არა მანქანით, რა ვიცი, ეს თქვენი ყოველწელს უნდა მოხდეს, აბა, ყოველწელს არის საჭიროება. რამდენი მანქანა ჭირდება, რამდენი ავტომობილი ჭირდება პოლიციას, რამდენი ავტომობილი ჭირდება სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რამდენი ავტომობილი ჭირდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დათვალეთ და მიხვდებით, რომ ყოველწლიურად ძველი როგორც ხდება ჩამოწერა, ესე უნდა მოხდეს, ხო, რეალიზაცია ხდება შესაბამის მასად. კარგი და ამ თემაზე შესყიდვას ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ახორციელებს ბატონები და ამ სიფის შექმნა რატომ გახდა საჭირო? კონსოლიდირებული შესყიდვა გამოცხადა და ზოგადად კონსოლიდირებული შესყიდვა არის იმისათვის, რომ სახელმწიფომ დაზოგოს თავისი რესურსები, როდესაც კონსოლიდირებული შესყიდვით შეიძენს სახელმწიფო ავტომობილებს, ამ შემთხვევაში ხდება დაახლოებით 20-25%-ით ხარჯების დაზოგვა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, ხო? ხარჯების ეკონომია არის თავარი მიზანი, რის გამოც შეიქმნა ეს კონკრეტული სები და რის გამოც გამოცხადა ამ შემთხვევაში კონსოლიდირებული შესყიდვა.